ეს არის ახლა ამერიკის დიდი პრობლემა. დიახ, ომს არ გულისხმობ. არც ამ ცხოველებს. ესენი არსებები არიან, რომლებიც მსოფლიოს სხვა კუთხიდან მოდიან. ცხოველები და მწერები, რომლებიც ქვეყანაში მავნებლად იქცნენ. არიან თევზები, რომლებიც წყლიდან ხტებიან და ადამიანებს ეჯახებიან. არსებობენ პატაყები, რომლებსაც ძაღლის მოკლა შეუძლიათ და გველები, რომლებიც ნიანგებს თლიანად ყლაპავენ. ეს ყველაფერი სიმართლეა და ამჟამად ამერიკაში ხდება. ამიტომ ამ ვიდეოში შემომიერთდი და ერთად აღმოვაჩენთ იმ ინვაზიურ სახეობებს, რომლებიც ნელ-ნელა ცვლიან და ანადგურებენ ამერიკის ბუნებას. მაგრამ მანამდე გთხოვთ დაალაიქოთ და გამოიწეროთ არხი. ეს ჩვენთვის კონტენტ კრეატორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობთ და ეხლა დავწყოთ. ლომთევზი თუ პირველად შეხედავთ, ეს თევზი ძალიან ლამაზად მოგეჩვენებათ. მას აქვს ფერადი ზოლები და გრძელი ფარფლები, რომლებიც თითქოს წყალში ცეკვავენ. მაგრამ ნუ მოიტყუებით, რადგან ლომთევზი ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ზღვის დამპყრობელია. ისინი ინდოწყნარი ოკეანიდან მოდიან, მაგრამ 1980-იან წლებში მოულოდნელად გავრცელდნენ ატლანტიკისა და კარიბის ზღვის რეგიონებში. ამბობენ, რომ ეს დაიწყო მაშინ, როცა აკვარიუმის მფლობელებმა თავიანთი შინაური თევზები ზღვაში გაუშვეს. და რადგან მათ ბუნებრივი მტერი არ ჰყავდათ, სწრაფად გამრავლდნენ და ნელ-ნელა გაანადგურეს მარჯნის რიფები. წარმოიდგინე ეს. ერთ ლომთევზს შეუძლია ერთ ჯერზე 1000 თევზის შეჭმა. და რაც უფრო უარესია, მდედრებს წელიწადში 2 მილიონამდე კვერცხის გამოყოფა შეუძლიათ. ამის გამო ისინი სწრაფად ანადგურებენ ადგილობრივ თევზებს და არღვევენ ეკოსისტემის ბალანსს. მაგრამ როგორ შეიძლება ასეთი მტაცებლის შეჩერება? პასუხი ასეთია. თავადაც საკვებად უნდა გამოვიყენოთ ისინი, ამიტომ ეხლა შეფმზარეულები და გარემოსდაცვითი ჯგუფები თანამშრომლობენ, რათა ლომთევზა ზღვის პროდუქტების დელიკატესად აქციონ. ზოგიერთ ადგილას კი ლომთევზაზე ნადირობის ტურნირებსაც კი ატარებენ, სადაც პყვინთავები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ მოიპოვებს ყველაზე მეტს. ეს ნაბიჯები გარკვეულ დახმარებას იძლევა, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ზოლიანი დამპყრობლები კვლავაც საფრთხეს წარმოადგენენ. და თუ მათი შეჩერება ვერ მოხერხდება, შესაძლოა მარჯნის რიფები, რომლებიც ათასობით ზღვის არსების სახლია, საბოლოოდ გაქრეს. ველური ღორები. თუ ფიქრობ, რომ ღორი მხოლოდ ვარდისფერი ფერმაში გაზრდილი ცხოველია, ცდები. ველური ღორები, ფერმის ღორების უფრო დიდი, უფრო აგრესიული და უფრო დამანგრეველი ნათესავებივით არიან. ისინი 4-ფეხა ბულდოზერებს გვანან, რომლებსაც მთელი ნათესის განადგურება შეუძლიათ. როგორ მოხვდნენ ისინი ამერიკაში? ეს პირველი ევროპელი დასახლებულების ბრალია, რომლებმაც ნადირობისთვის და მეცხოველეობისთვის ღორები ჩამოიყვანეს. თუმცა ბევრი მათგანი გაიქცა და დროთა განმავლობაში გავრცელდა, ამიტომ ისინი ნელ-ნელა გამრავლდნენ და შინაურ ღორებს შეერწყნენ. შედეგად მივიღეთ ის, რასაც ექსპერტები დღეს სუპერ ღორებს უწოდებენ. ისინი უფრო ჭკვიანები, უფრო გამძლეები და უფრო რთულად სამართავები არიან, ვიდრე მათი წინაპრები. ფერმერებისთვის ისინი ყველაზე საშინელი კოშმარია. ანადგურებენ ნათესებს, თხრიან მიწას და ანგრევენ ჭარბტენიან ტერიტორიებს. და ეს ყველაფერი არ არის. ისინი ასევე ატარებენ სხვადასხვა დაავადებებს, რომლებიც შეიძლება გადაედოს ცხოველებს, შინაურ ცხოველებს და ადამიანებსაც კი. ზარალი წელიწადში მილიარდობით დოლარს აღწევს და ისინი კვლავაც მრავლდებიან. მაშ რა არის გამოსავალი? ერთ-ერთი მთავარი გზა ინტენსიური ნადირობა. ტეხასში ეს მხოლოდ ჰობი კი არა, არამედ მთელი კულტურაა. არსებობს ფესტივალები და ჯილდოს პროგრამები, სადაც ცხოველ მოკლულ გარეულ ღორზე ფულადი ჯილდოა დაწესებული. ზოგიერთი კი იყენებს ვერტფრენს და თერმულ კამერებს, რათა უფრო მარტივად მიაგნონ და ჩამოაგდონ ისინი ციდან. არსებობს ასევე დიდი გალიის ხაფანგები, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ მთელი გარეული ღორების ჯგუფი ერთდროულად დაიჭირონ. მაგრამ ეს ცხოველები ძალიან ჭკვიანები არიან, ისინი სწავლობენ თავის არიდებას, ამიტომ თითქმის შეუძლებელია მათი სრულად განადგურება. ამჟამად კი ბრძოლა ამ ველურ ღორებთან კვლავ გრძელდება. და მიუხედავად იმისა, რომ მათი გავრცელება შენელდა დაჭერისა და მახეების გამო, ისინი უკან დახევას არ აპირებენ. ველურ ღორებთან ბრძოლა ამერიკის ველური ბუნების ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი დაპირისპირებაა. ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. გიგანტური აფრიკული ლოკოკინა, თუ ფიქრობთ, რომ ლოკოკინები ნელა მოძრაობენ და თითქმის არაფერს აკეთებენ გარდა ცოცვისა, ცდებით. გიგანტური აფრიკული ლოკოკინა მოლუსკების სამყაროში თითქოს ურჩხულია. ის ძალიან დიდია, ძალიან გაუმაწყარია და ძალიან საშიში. მას შეუძლია გაიზარდოს 8 დუიმამდე. რაც უფრო გრძელია ვიდრე ადამიანის ხელი. პირველად ის ფლორიდაში შენიშნეს და მას შემდეგ ფერმერებისთვის კოშმარად იქცა. ისინი ასობით სახეობის მცენარეს ჭამენ. ბოსტნეულს, ხილს, ხის ქერქსაც კი.
ზიანდება არა მხოლოდ ნარგავები. ისინი ასევე ატარებენ პარაზიტს, რომელიც ადამიანს მენინგით შეიძლება გამოიწვიოს. როგორ შეაჩერებ ნელა, მაგრამ შეუჩერებლად მიმდინარე შემოჭრას? ერთ-ერთი უჩვეულო მეთოდია სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლის გამოყენება. დიახ, ძაღლები, რომლებიც გაწვრთნილნი არიან, რომ ნოსვით იპოვონ და აღმოაჩინონ დამალული ლოკოკინები, ეს გავს მაღალ ფსონებზე დამალობანას თამაშს, მაგრამ ვინც აქ დამარცხდება? არის არსება, რომელსაც შეუძლია მთელი ეკოსისტემა გაანადგუროს და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. ძაღლების გარდა არსებობს საკარანტინო ზომები და კამპანიები, რომლებიც საზოგადოებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეატყობინონ თუ უცნაურ ლორწოს კვალს შენიშნავენ. ზოგიერთ საზოგადოებაში თავად ეზოებს ამოწმებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ იქ არ იმალება გიგანტური ლოკოკინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ზომები მათ გავრცელებას ანელებს, ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. ისინი ნელა მოძრაობენ. მაგრამ თუ მათ უყურადღებოდ დავტოვებთ, მათი გავლენა შეუჩერებელი ხდება და ზიანს აყენებს. ამიტომ თითოეულ ძაღლს, მეცნიერს და ფხიზელ მოქალაქეს მნიშვნელოვანი როლი აქვს მათი შემოჭრის შეჩერებაში. ზებრა მოლუსკები პატარა ზომისანი არიან. მაგრამ მოტყუდები. ზებრა მოლუსკები თითქოს პატარა არსებები არიან, მაგრამ უზარმაზარ პრობლემებს ქმნიან. ისინი აღმოსავლეთ ევროპიდან მოდიან და ამერიკაში სათუქთო გემების ბალასტური წყლის საშუალებით მოხვდნენ. როცა ისინი დიდ ტბებში აღმოჩნდნენ, იქ დაიწყო ნამდვილი განსაცდელი. ისინი ძალიან სწრაფად მრავლდებიან და ყველაფერზე ეჭიდებიან: ნავზე, ბატზე, წყლის მილზე და თუნდაც სხვა ცხოველებს. მათი სიმრავლის გამო ეკოლოგიური და ეკონომიკური კატასტროფა გამოიწვიეს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ ისინი ზედმეტად ჭამენ პლანქტონს. ამიტომ ადგილობრივ თევზებსა და სხვა წყლის ბინადრებს საკვები აღარ ყოფნით. და მხოლოდ გარემო არ ზარალდება. მათ სიმრავლის გამო ისინი გროვდებიან მილებსა და მათ აღჭურვილობაში. ისინი ახშობენ მილებს და იწვევს მილიარდობით დოლარის ხარჯებს გაწმენდასა და შეკეთებაში. დასაკეთებენ მათ შეჩერებისთვის. ეხლა ნავებით მოსარგებლეებს ავალდებულებენ გაწმინდონ და გააშრონ თავიანთი ნავი, სანამ სხვა წყლებში გადაიტანონ. მეცნიერები ასევე იყენებენ ბიოლოგიურ კონტროლს, მაგალითად ბაქტერიებს, რომლებიც სპეციალურად ზებრა მოლუსკებს ესხმიან თავს, ისე რომ სხვა ველურ ბუნებას ზიანი არ მიადგეს. ასევე მიმდინარეობს კამპანიები, რათა ყველას შეახსენონ, შეამოწმონ თავიანთი აღჭურვილობა და თავიდან აიცილონ წყლის ინვაზიური სახეობების უნებლიე გადამტანებად ქცევა. მაგრამ რაც არ უნდა ვცადოთ, ზებრა მოლუსკები ცეცხლივით ვრცელდებიან. და ეხლა ისინი ამტკიცებენ, რომ ზოგჯერ ყველაზე საშიში დამხრობი დიდი არ არის, არამედ ის, რომელსაც თითქმის ვერ ამჩნევ, სანამ უკვე ძალიან გვიან არ გახდები. კეინ თოდები. წარმოიდგინე არსება, რომელიც იმბენად შხამიანია, რომ მხოლოდ ენის შეხებაც კი საკმარისია ისეთი ცხოველისთვის, როგორიცაა ძაღლი, რომ მოკვდეს. ეს არის კეინ თოდი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დამპყრობელი ფლორიდაში. მას აქვს შხამი, რომელსაც შეუძლია მოკლას ცხოველი და სერიოზული ზიანი მიაყენოს ბულებას. ისინი ცენტრალური და სამხრეთ ამერიკიდან მოდიან. მაგრამ ისინი სხვა ქვეყნებში, მაგალითად ავსტრალიასა და ფლორიდაში მიიყვანეს, რათა მავნებლები ეკონტროლათ პლანტაციებში. პრობლემა ის არის, რომ მათ მხოლოდ მავნებლები კი არ შეჭამეს, არამედ ყველაფერი, რაც გზაზე შეხვდათ. ეხლა ისინი სწრაფად მრავლდებიან და ანადგურებენ ადგილობრივ სახეობებს და საფრთხეს უქმნიან ცხოველებს, რომლებიც ცდილობენ მათი ჭამას. ეს უბრალოდ ბაყაყი არ არის. კეინ თოდს ისერზე აქვს ჯირკვალი, რომელიც გამოყოფს სქელ თეთრ შხამს, როცა საფრთხე ემუქრებათ. თუ ძაღლმა ან კატამ შეისუნთქა ან დალია ეს შხამი, შეიძლება სიკვდილით დასრულდეს. ადამიანისთვის კი ეს შეიძლება ძლიერი თავბრუსხვევის და ავადმყოფობის მიზეზი გახდეს. აბა რას აკეთებენ ადამიანები? ფლორიდაში თავად ადგილობრივი მცხოვრებლები მოქმედებენ. არსებობს სათემო პატრულები, რომლებიც ყოველღამე ფანარით დადიან და ეძებენ კეინ თოდებს. როცა იჭერენ, მათ ჰუმანურად უკეთებენ ევთანაზიას, იმისთვის, რომ აღარ დააზიანონ. ზოგ ადგილას კი სპეციალურ ღობეებს აყენებენ, რომ გომბეშოები ვერ შევიდნენ. და მკვლევარები ცდილობენ ფერომონის მახეების გამოყენებას, რათა მიიზიდონ და დაიჭირონ ისინი, სანამ კვერცხებს დადებენ. მაგრამ იმის გამო, რომ ისინი ძალიან სწრაფად მრავლდებიან, თითქმის შეუძლებელია მათი მთლიანად გაქრობა. ამ ეტაპზე ბრძოლა მათი კონტროლისა და რაოდენობის შემცირებისკენაა მიმართული, არა სრული განადგურებისკენ. და სანამ ეს ბრძოლა გრძელდება, კეინ თოდები რჩებიან, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შხამი, რომელიც ბუნებამ ამერიკაში მოიტანა. ცეცხლოვანი ჭიანჭველები. წარმოიდგინე, ფეხში შველი დადიხარ ბალახში, ცხელ დღეს და უცებ რამდენჯერმე გიკპინეს. ტკივილია, წვავს და თითქოს კანი გეწვის. ესენი არიან ცეცხლოვანი ჭიანჭველები. პატარა, მაგრამ უკიდურესად მამაცი ამერიკის დამპყრობლები. ისინი სამხრეთ ამერიკიდან არიან და პირველად შეერთებულ შტატებში 1930-იან წლებში მოხვდნენ, სათუქთო გადაზიდვებით ჩამოვიდნენ
მას შემდეგ ისინი ცეცხლივით გავრცელდნენ, მიწის ქვეშ დიდი კოლონიები შექმნეს და თავს ესხმიან ყველაფერს, რასაც შეეხებიან. ისინი მხოლოდ უბრალო ქავილს არ იწვევენ. ცეცხლოვანი ჭიანჭველების ნაკბენი და ნესტარი ტოვებს ძალიან მტკივნეულ გამონაკარს. ზოგიერთ შემთხვევაში მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ძლიერი ალერგიული რეაქცია, რომელიც სასიკვდილოც კი შეიძლება იყოს. და მსხვერპლი მხოლოდ ადამიანი არ არის. ცხოველები და შინაური ცხოველებიც კი ზიანდებიან მათი სასტიკი გამრავლების გამო. ფერმერებისთვისაც ისინი დიდი პრობლემაა. ისინი ანადგურებენ ნათესებს, შედიან სახლებში და თავს ესხმიან ახალდაბადებულ ცხოველებს ფერმაში. შეფასებით მილიარდობით დოლარი უკვე დაკარგულია ცეცხლოვანი ჭიანჭველების მიერ აგროკულტურასა და ინფრასტრუქტურაზე მეკანებული ზიანის გამო. მას რას აკეთებენ მათ წინააღმდეგ? ერთ-ერთი უჩვეულო გადაწყვეტა პარაზიტული ფორიდული ბუზების გამოყენებაა. ესენი არიან მწერები, რომლებიც კვერცხებს დებენ პირდაპირ ცეცხლოვანი ჭიანჭველების სხეულში. როდესაც კვერცხი გამოიჩეკება, ლარვა ჭამს ჭიანჭველას შიგნიდან, სანამ საბოლოოდ არ მოაჭრის თავს. ეს ნამდვილი საშინელებათა ფილმს გავს. მაგრამ ეს ეფექტური გზაა მათი რაოდენობის შესამცირებლად. გარდა ამისა, იყენებენ სატყუარას, მახეებს, ინსექტიციდებს და ზოგჯერ მდუღარე წყლის დასხმასაც კი კოლონიების გასანადგურებლად. მაგრამ ცეცხლოვანი ჭიანჭველების გადარჩენის უნარები ძალიან ძლიერია, წყალდიდობის დროს მათ შეუძლიათ ცოცხალი ტივის შექმნა, ისინი ერთიანდებიან და წყალში ტივტივებენ, სანამ ახალ ადგილს არ იპოვიან დასაპყრობად. ამიტომაც ცეცხლოვანი ჭიანჭველები დღემდე ერთ-ერთ ყველაზე რთულ მტრად რჩებიან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პატარა არიან, მათი ზიანი ისეთივე დიდია, როგორც ომი ბუნების წინააღმდეგ. ევროპული შოშია ეს არის არსება, რომელიც ძალიან მავნებელია და საშიში. 1819 წელს შექსპირის ერთ მდიდარ თაყვანისმცემელს იდეა გაუჩნდა. ცენტრალ პარკში უნდა გაეშვათ ყველა ჩიტი, რომელიც პოეტის პიესებში იყო ნახსენები. და იქ შედიოდა შოშიებიც. მაშინ მხოლოდ 100 ჩიტი გაათავისუფლეს, მაგრამ დღეს 200 მილიონზე მეტი შოშია არის გავრცელებული მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში. და პრობლემაა მათთან. პირველ რიგში ისინი აგრესიულები არიან, ისინი ართმევენ ბუდეებს ადგილობრივ ფრინველებს, როგორიცაა ლურჯითები და კოდალები, ამიტომ მათ უჭირთ გადარჩენა. მეორე მხრივ ისინი სერიოზული მავნებლები არიან სოფლის მეურნეობისთვის. დიდი გუნდი რამდენიმე საათში მთლიანად გაანადგურებს მარცვლეულის, ხილის ან კენკრის ნათესებს. მაგრამ ყველაზე საშიშია მათი გუნდები, რომლებსაც მურმურაციებს უწოდებენ. როდესაც მილიონობით შოშია ერთდროულად დაფრინავს, ეს ცაზე ულამაზეს სანახაობა. მაგრამ ამას შეიძლება სერიოზული კატასტროფაც გამოიწვიოს. 1960 წელს ფუტფრინავი ჩამოვარდა, მას შემდეგაც შოშიების გუნდში გაიარა. და ტრადიკულად ორი ადამიანი დაიღუპა. მას რას აკეთებენ მათ წინააღმდეგ? მეურნეები იყენებენ ხმაურს, მახეებს და დაშინების ტაქტიკებს, მაგალითად ტაცებლის ხმას, რათა გააძევონ ისინი. სხვა ადგილებში არსებობს მოზიდვის პროგრამები და ქიმიური კონტროლიც კი. მიუხედავად იმისა, რომ ეს საშიშია გარემოსთვის, ყველა მცდელობის მიუხედავად ისინი მაინც განაგრძობენ გამრავლებას. ადამიანის უბრალო გატაცებამ შექსპირით ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ეკოლოგიურ შეცდომამდე მიიყვანა. თუ დააკვირდები, ისინი პატარა ძვირფას ქვებს კვანან, მბზინავი, მწვანე და სპილენძისფერი ელვარებით მზის შუქზე. მაგრამ ამ ძვირფას ქვებსავით გარეგნობის მიღმა, იაპონური ხოჭოები ამერიკის ბაღებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მავნებლად ითვლებიან. ისინი პირველად იაპონიიდან ჩამოვიდნენ მე-20 საუკუნის დასაწყისში, მცენარეების თვირთებთან ერთად. მას შემდეგ ისინი სწრაფად გავრცელდნენ და ფერმერებისა და მებაღეებისთვის კოშმარად იქცნენ. მათი გატაცება თითქმის ყველა მცენარე. ვარდები, ხეხილი, ბოსტნეული, თუ ფოთოლი აქვს შეჭამენ, ისინი მცენარეებს უბრალოდ კი არ ღნიან. ისინი ფოთლებს მოჩვენებასავით ტოვებენ, რადგან შიგ თავს ჭამენ და მხოლოდ წარღვები რჩება. და რაც უფრო ცუდია, პრობლემა მხოლოდ ზრდასრული ხოჭოები არ არიან. მათი ლარვები ან ჭიები მიწის ქვეშ ცხოვრობენ, ბალახის ფესვებს წოვენ და ნელ-ნელა გასაკეთებენ ადამიანები მათ წინააღმდეგ. ზოგი ხელით აგროვებს ხოჭოებს და აპურყუმალოებს საპნიან წყალში. სხვები იყენებენ ფერომონის მახეებს, რომლებიც მათ იზიდავს, მაგრამ ზოგჯერ უფრო მეტს იზიდავს, ვიდრე იჭერს. არსებობს ბიოლოგიური მიდგომაც, სადაც იყენებენ ნემატოდებს, პატარა ჭიებს, რომლებიც კლავენ ლარვებს. ბუნებრივი ინსექტიციდები, როგორიცაა ნიმიზეთი, ასევე ერთ-ერთი დამცავია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მეთოდს იყენებენ, იაპონური ხოჭოების რაოდენობა მაინც იზრდება. მტკიცე, სწრაფი, ადაპტირებადი და არაფერს ირჩევს. ამიტომ დღემდე ისინი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მტრად რჩებიან ნებაღეებისა და ფერმერებისთვის.
წარმოიდგინე, უბრალოდ ისვენე პატარა ნავში მდინარეზე და უცებ უზარმაზარი თევზი ხდება და პირდაპირ სახეში გეჯახება. აი ესეთი რეპუტაცია აქვთ აზიურ კობრებს, წყლის აკრობატებს, რომლებიც ამერიკის მდინარეებისა და ტბებისთვის ნამდვილ კოშმარად იქცნენ. თავდაპირველად ისინი აზიიდან ჩამოიყვანეს მე-20 საუკუნის შუა წლებში, რათა თევზის ფერმებსა და ნარჩენების გამწმენდებში დახმარებოდნენ. მათი საქმე იყო წყალმცენარეებისა და პლანქტონის ჭამა. მაგრამ 1970-იან წლებში, წყალდიდობის დროს, ისინი გაიქცნენ და გავრცელდნენ მისისიპის მდინარის აუზში. მას შემდეგ მათი გამრავლება თითქოს ტალღასავით გახდა, რომელსაც ვერაფერი აჩერებს. პრობლემა ისაა, რომ ისინი ჭამენ პლანქტონს, რომელიც ადგილობრივი თევზებისთვის მთავარი საკვებია. და რადგან ისინი ძალიან სწრაფად მრავლდებიან, ადგილობრივ სახეობებს საკვები აღარ რჩებათ. დედალი თევზი წელიწადში მილიონამდე კვერცხს ხსნებს. წარმოიდგინე, როცა ისინი ათასობით ერთად არიან, მაგრამ ეს ერთადერთი საშიში რამ არ არის. აზიური კობრი ცნობილია თავისი უჩვეულო ქცევით. ისინი წყლიდან ხტებიან, როცა შეშინდებიან. და რადგან მათი წონა შეიძლება 100 ფუნტს მიაღწიოს, ბევრი მეთევზე და ნავზე მყოფი ადამიანი დაშავებულა, როცა მფრინავი თევზი შეეჯახა. ეს გავს იმას, თითქოს ზღვიდან დიდი ძაღლი გესხმის თავს. დასაკეთებენ მათ წინააღმდეგ. ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტაა ელექტრობარიერების გამოყენება. ეს გავს უხილავ ღობეს წყლის ქვეშ, რომელიც ხელს უშლის მათ ახალი ტერიტორიების დაკავებაში. ასევე გამოიყენება ბუშტუკოვანი ფარდები და ხმოვანი დამაფრთხობლები, რათა ისინი განდევნან. ეხლა ყველაზე დიდი მისია მათი დიდი თვითბებში მოხვედრის აღკვეთა. თუ ეს მოხდება, ამერიკის მრავალმილიარდიანი თევზჭერის ინდუსტრია შეიძლება დაინგრეს. ამიტომ ბრძოლა გრძელდება. ეს არის დროის წინააღმდეგ რბოლა, რათა შევაჩეროთ ეს მხტუნავი და გაუმაცხარი დამპყრობლები. კუძუ წარმოიდგინე, ერთ დღეს რო გაიღვიძებ, შენი სახლი, მანქანა და თუნდაც საფოსტო ყუთი სქელი ლიანების საბნით იქნება დაფარული. ეს გავს სცენას სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმიდან, მაგრამ შეერთებული შტატების სამხრეთ-აღმოსავლეთის ბევრ ნაწილში ეს რეალობაა კუძუს გამ. 1800-იანი წლების ბოლოს ის იაპონიიდან ჩამოიტანეს ნიადაგის ეროზიის პრობლემის გადასაჭრელად. მაშინ ფერმერებსაც კი მოუწოდებდნენ, რომ დაერგოთ იქ. თავდაპირველად ეს თითქოს კარგი იდეა იყო, მაგრამ შემდეგ მისი ზრდა ძალიან აგრესიული გახდა. მას შეუძლია დღეში 1 ფუტამდე გაიზარდოს. და როცა როგორც კი დაიწყებს ზრდას, თითქმის ვეღარაფერი აჩერებს. ის ფარავს ხეებს, შენობებს და მთელ ლანდშაფტს, სანამ ადრე ფერადი ეკოსისტემა სიცოცხლეს არ დაკარგავს. შედეგად ყველაფერი მწვანე უდაბნოს ემსგავსება, სადაც აღარ დარჩენილა სხვადასხვა სახეობის მცენარე. პრობლემა ისაა, რომ ბრძოლა მხოლოდ ზედაპირზე არ მიმდინარეობს. კუძუს ფესვები ღრმაა და ძლიერი. თუნდაც ზედაპირზე მოჭრა, მას მიწის ქვეშ საკმარისი ენერგია აქვს, რომ ისევ ამოიზარდოს. ჰერბიციდები გარკვეულად ეხმარება, მაგრამ მათი გამოყენება განმეორებითაა საჭირო, რაც ძვირადღირებული და გარემოსთვის საშიშია. თუმცა აღმოჩნდა უჩვეულო გამოსავალი. თხები, რომლებიც ცნობილია ყველაფრის ჭამით, ეფექტური იარაღია კუძუს წინააღმდეგ, მათ იღენებენ, რომ შეჭამონ ვაზები ამ ტერიტორიას. სადაც მანქანები ვერ აღწევენ, თხები არ მხოლოდ ვაზებს ჭამენ, არამედ ნიადაგსაც ეხმარებიან, როგორც ბუნებრივი სასუქი. ეხლა უკვე სხვადასხვა შტატში არსებობს თხების გაქირავების სერვისები, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა კუძუს კონტროლს თავაზობენ. თითო ნაკბენი ყოველ საათში. კუძუ ჯერ კიდევ ბოლომდე არ გამქრალა, მაგრამ ნათელია, რომ ადამიანი და ბუნება ერთად იბრძვიან ბალანსის აღსადგენად. ლიანი, რომელიც ოდესღაც გამოსავლად მიიჩნეოდა, ეხლა ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემად იქცა და ბრძოლა მის წინააღმდეგ ყოველდღიურად გრძელდება. პირმული პითონი ფლორიდის ევერგლეიდსის შუაგულში ჩუმი, მაგრამ მომაკვდინებელი დამხრობელია. პირმული პითონი, გიგანტური გველი, რომელსაც შეუძლია სიგრძეში 20 ფუტზე მეტი გაიზარდოს და მთელი ცოცხალი ნიანგი გადაყლაპოს. ისინი ამერიკის ბუნებრივი ნაწილი არ არიან. თავდაპირველად ისინი ეგზოტიკური შინაური ცხოველების სახით ჩამოიყვანეს, მაგრამ როდესაც მფლობელებმა ვეღარ შეძლეს მათი მოვლა, ბევრი მათგანი გაათავისუფლეს. ევერგლეიდსის ცხელი და ნოტიო კლიმატი იდეალური პირობებია მათი გამრავლებისთვის. და მართლაც ისინი გამრავლდნენ. დღეს ათასობით პითონი ბინადრობს ჭაობებში. ისინი ჭამენ ნებისმიერ ცხოველს, რომელსაც გადააწყდებიან. მაგალითად, ირემს, ფრინველს, ენოტს და თუნდაც ბობკატს. აქ მათ არ ყავთ ბუნებრივი მტერი, ამიტომ ისინი განაგრძობენ გამრავლებას და ადგილობრივ სახეობებს გადაშენების ზღვარზე აყენებენ. მაშ რას აკეთებენ მათ შესაჩერებლად? ერთ-ერთი უჩვეულო პასუხია პითონებზე ნადირობის გამოწვევა. ეს არის ყოველწლიური სანადირო შეჯიბრი, სადაც გველების დამჭერები ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან იკრიბებიან. არსებობს ფულადი ჯილდო ყველაზე დიდი და ყველაზე მეტი გველის დამჭერისთვის. ასე რომ ეს რაღაცა ექსტრემალური
სპორტისა და კონსერვაციის კომბინაციას გავს. მაგრამ მხოლოდ ნადირობა საკმარისი არ არის. ამიტომ მეცნიერებმა გამოიყენეს იუდას გველები, რადიონიშნით მონიშნული პითონები, რომლებსაც აკვირდებიან, რათა აღმოაჩინონ მათი გამრავლების ადგილები. ასევე არსებობს დრონები თერმული გამოსახულებით, რომ დაინახონ ისინი და არიან სპეციალური დამჭერები. ამ ყველაფრის მიუხედავად, ბირმული პითონი მაინც ძლიერ მტრად რჩება. რადგან ისინი განაგრძობენ გამრავლებას, ფლორიდის ველური ბუნება კიდევ უფრო საფრთხეშია. დღეს ევერგლეიციომის ველს გავს, სადაც ადგილობრივი ცხოველები ნელ-ნელა ქრებიან ამ გველების 7, მაგრამ მომაკვდინებელი ცოცვის ფონზე. Spotted lanternfly პირველი შეხედვისას ლამაზი და უწყინარი მწერი ჩანს. მას აქვს მკვეთრი წითელი ფრთები და კოპლებიანი შეფერილობა. მაგრამ ნუ მოიტყუებით, რადგან ეს ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი მამნებელია, რომელიც დღეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვრცელდება. ისინი აზიიდან მოდიან და პირველად პენსილვანიაში 2014 წელს შენიშნეს სავარაუდოდ იმპორტირებული საქონლით მოხდნელი. მას შემდეგ ისინი სწრაფად გამრავლდნენ და ეხლა უკვე 70-ზე მეტი სახეობის მცენარეს ესხმიან თავს. ვაზიდან და ხეხილის ხეებიდან დაწყებული, ყარი ხის ჯიშებით დამთავრებული. მათი კვების მეთოდი მცენარის წვენის წოვა არის. უარესი ის არის, რომ ისინი ტოვებენ წებოვან ნარჩენს, რომელსაც ხონიდიუ ეწოდება და ეს იწვევს სუთის სოკოს ზრდას, რომელიც კლავს მცენარეებს. გასაკეთებენ ადამიანები მათ წინააღმდეგ. პირველი წესი მარტივია, როგორც კი დაინახავ, მაშინ გათელე. ზოგიერთ საზოგადოებაში ტარდება lanternflies გასანადგურებელი ღონისძიებები, სადაც ადამიანები იკრიბებიან და ერთად ანადგურებენ მათ. ასევე არის ადგილები, სადაც ყოველ დაჭერილ მავნებელზე ჯიუდოს გასცემენ. გარდა ამისა, გამოიყენება ხის ტანზე შემოსახვევი წებოვანი სარტყელები, რათა ისინი დაიჭირონ მანამდე სანამ ხეს დააზიანებენ. მაგრამ მისი ფრთხილად გამოყენებაა საჭირო, რადგან შეიძლება შემთხვევით გაებან ფრინველებიც და სასარგებლო მწერებიც. მეცნიერების მხრივ კი ცდიან ბუნებრივ მტაცებლებს, მაგალითად პარაზიტულ ბზიკებს, როგორც თავდაცვის საშუალებას მათი სწრაფი გამრავლების წინააღმდეგ. ყველა ამ ნაბიჯის მიუხედავად, lanternflies გავრცელება მაინც გრძელდება. ყოველ წელს მათი არეალი ფართოვდება და ისინი დიდ ზიანს აყენებენ სოფლის მეურნეობასა და ტყეებს. ეხლა კითხვა ასეთია. შევძლებთ კი მათ შეჩერებას, სანამ ბუნებაზე კონტროლს საბოლოოდ დავკარგავთ. ნუტრია თუ დააკვირდებით, ისინი თითქოს ვირთხისა და თახვის ნაზავს გვანან. მაგრამ ნუტრია ამერიკის ჭარბტენიანი ტერიტორიებისთვის ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს. ისინი დიდი ნახევრადწყლის მხნელები არიან, რომლებიც შეუჩერებლად ჩამენ და შეუძლიათ ოდესღაც მწვანე ჭაობით ალახად აქციონ. ნუტრია პირველად შეერთებულ შტატებში მე-20 საუკუნის დასაწყისში ბეწვეულის ვაჭრობისთვის ჩამოიყვანეს. თავიდან თითქოს უვნებლად გამოიყურებოდა, მაგრამ როცა ბეწვეულზე მოთხოვნა დაეცა, ათასობით ნუტრია გაათავისუფლეს და იქედან დაიწყო პრობლემები. ნელ-ნელა ისინი გავრცელდნენ ლუიზიანაში, ტეხასში და სხვა ადგილებში და სწრაფად გამრავლდნენ. ისინი უბრალოდ მცენარეებს არ ჭამენ. ისინი ანადგურებენ მთელ ეკოსისტემას, ისინი ჭამენ იმ მცენარეებს, რომლებიც სანაპიროს ეროზიას აფერხებენ, ამიტომ ნელ-ნელა დაინგრევა სანაპიროები და მრავალი ცხოველის საცხოვრებელი. და ეს აქ არ მთავრდება, მათ ასევე უყვართ ჯებირების და მდინარის ნაპირების თხრა. ისინი ასუსტებენ წყალდიდობის საწინააღმდეგო ნაგებობებს, რომლებიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. მაშ რას აკეთებენ მათ შესაჩერებლად? ლუიზიანაში არსებობს ჯილდოს პროგრამა, სადაც მონადირეებს უხდიან ანაზღაურებას თითოეული ნუტრიას სკუდის ჩაბარებისთვის. ასევე არიან შეფმზარეულები, რომლებიც ნუტრიას საკვებად გამოყენებას უწყობენ ხელს. არსებობს რეცეპტები, რომლებიც ნუტრიასგან ამზადებენ უმბოს ან ნუტრიას ტაკოს, როგორც კონტროლისა და ალტერნატიული საკვების გზას. მაგრამ რაცა უნდა გააკეთონ, ისინი მაინც სწრაფად მრავლდებიან. ამიტომ თითქმის შეუძლებელია მათი საბოლოოდ გაქრობა. ნუტრიასთან ბრძოლა გრძელდება, იქნება ეს ნადირობა, მახეების დაგება თუ სამზარეულოში გამოყენება. ერთი რამ ნათელია. აუცილებელია მათ შეჩერება თუ ამერიკის ჭარბტენიანი ტერიტორიების გადარჩენა გსურს. ჩრდილოეთის გველთავა წარმოიდგინე, თევზაობ ამ შენ საყვარელ ტბაზე და უცებ იჭერ თევზს, რომელიც საშინელებათა ფილმიდანაა გამოსული. გრძელი სხეული აქვს, ბასრი კბილები და შეუძლია ხმელეთზე სიარული. ეს არის ჩრდილოეთის გველთავა. ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი და საშიში ინვაზიური თევზია ამერიკის ისტორიაში. პირველად ისინი მერილენდში 2002 წელს აღმოაჩინეს. ალბათ აკვარიუმის მფლობელებმა გადააგდეს ან თევზის ბაზრიდან მოხვდნენ, მაგრამ როცა მდინარეებსა და ტბებში აღმოჩნდნენ, სწრაფად გავრცელდნენ. ისინი მთავარი მტაცებლები არიან.
ჭამენ პატარა თევზებს, ბაყაყებს, კიბოსნაირებს და ზოგჯერ საკუთარ სახეობასაც კი, სხვა გველთავებს. ყველაზე საშიში ის არის, რომ მათ შეუძლიათ წყლის გარეთაც კი რამდენიმე დღე გადარჩნენ. იმის გამო, რომ მათ შეუძლიათ ჰაერით სუნთქვა, ისინი პირდაპირ მიწაზე გადაადგილდებიან, რათა გადავიდნენ სხვა ტბაში ან მდინარეში. და რადგან ამერიკაში მათ ბუნებრივი მტერი არ ყავთ, არაფერი უშლის ხელს მათ გამრავლებას. ეხლა უკვე რამდენიმე შტატში ატარებენ გველთავაზე თევზაობის ტურნირებს. არის პრიზი ყველაზე დიდი თევზისა და ყველაზე მეტის დამჭერისთვის. ზოგი რესტორანი დაიწყო სნეიქედის როგორც დელიკატესის შეთავაზება, რათა მათი რაოდენობა შემცირდეს. ასევე გამოიყენება ელექტროთევზჭერა, სადაც წყალში ელექტროდენას უშვებენ მათ დასაჭერად. უკიდურეს შემთხვევებში კი იყენებენ თევზის მომწამვლელ ქიმიკატებს. ეს არის ქიმიკატები, რომლებიც კლავს ყველა თევზს ერთ ტერიტორიაზე, რათა გაანადგურონ სნეიქრად. მაგრამ მიუხედავად ნებისმიერი მეთოდისა, ისინი მაინც საოცრად გამძლეები რჩებიან. იმ შესაძლებლობით, რომ შეუძლიათ ჰაერის სუნთქვა, ხმელეთის სიარული და თითქმის ყველგან გადარჩენა. ჩრდილოეთის გველთავა თითქოს ურჩხულია, რომელსაც ადვილად ვერ შეაჩერებ. და ამჟამადაც გრძელდება ამერიკის ბრძოლა ამ მოსიარულე თევზთან. სახლის ბეღურები, არსებობენ ფრინველები, რომლებიც ცნობილია ლამაზი სიმღერებით ან ფერადი ბუმბულით, მაგრამ სახლის ბეღურები სხვახვანაირები არიან. პატარა აგრესიული და თითქოს ცის პატარა განგსტერები არიან. პირველად ისინი ევროპიდან ჩამოიყვანეს 1800-იან წლებში, თითქოს მავნებლების კონტროლში დასახმარებლად. მაგრამ დახმარების ნაცვლად ისინი დიდ პრობლემად იქცნენ. ისინი მხოლოდ საკვებს არ ართმევენ ადგილობრივ ფრინველებს, არამედ მათ ბუდეებსაც იპარავენ და ზოგჯერ ორიგინალ მფლობელსაც კი კლავენ. Bluebird swallows-ი და სხვა ადგილობრივი სახეობების პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირდა მათ გამო. რაც უფრო უარესია, ისინი სწრაფად მრავლდებიან, განსაკუთრებით ადამიანებთან ახლოსდებარე ადგილებში, მათ უყვართ ქალაქები, სოფლის მეურნეობის ტერიტორიები და ეზოები. ისინი ბუდეებს აშენებენ დანათების ბოძებზე, სათრეთ მილებზე და ზოგჯერ თუნდაც შუქნიშნებზე. ასე რომ, სადაც ადამიანია, იქ აუცილებლად ისინიაც არიან. დასაკეთებენ მათ წინააღმდეგ, არსებობს სპეციალური ჩიტის სახლები, რომლებიც ისეა დაპროექტებული, რომ სახლის ბეღურები ვერ შედიან, მაგრამ უსაფრთხოა ადგილობრივი სახეობებისთვის. არსებობს ასევე ეგრეთ წოდებული ბეღურების დამაფრთხობლები, ეს არის მარტივი მოწყობილობები, რომლებიც მათ ბუდობის ადგილებიდან აშორებენ. ზოგიერთ ადგილას უკვე იყენებენ დამჭერებს და მოცილებას, რათა მათი რაოდენობა შემცირდეს. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, სახლის ბეღურები მაინც რჩებიან ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ინვაზიურ ფრინველად. მათი ადაპტაციისა და გამრავლების უნარის გამო, როგორც ჩანს, ისინი დარჩებიან ჩრდილოეთ ამერიკის ლანდშაფტის ნაწილად. მოგწონს ეს თუ არა. არგენტინული ჭიანჭველები. უმეტესობა ჭიანჭველებისა პატარა კოლონიებს ქმნის და საკუთარ ტერიტორიას ფლობს. მაგრამ არგენტინული ჭიანჭველები სხვა კლასის წარმომადგენლები არიან. ისინი ქმნიან უზარმაზარ სუპერკოლონიებს, რომლებიც თითქოს ერთ გიგანტურ ორგანიზმად იქცევ. ისინი პირველად სამხრეთ ამერიკიდან ჩამოვიდნენ მე-19 საუკუნის ბოლოს, სავაჭრო გემებით. და როცა ისინი ამერიკაში დასახლდნენ, სწრაფად გავრცელდნენ. სხვა ჭიანჭველებისგან განსხვავებით, რომლებიც ტერიტორიაზე იბრძვიან, არგენტინული ჭიანჭველები ერთმანეთს ეხმარებიან. ამიტომ მათი კოლონია უფრო დიდი და ძლიერი ხდება. ამიტომ ისინი სწრაფად აჭარბებენ და აძევებენ ადგილობრივ ჭიანჭველებს. და ისინი მხოლოდ სხვა მწერებთან არ იბრძვიან. ისინი შედიან სახლებში, ანადგურებენ ნათესებს და თავს ესხმიან ფუტკრის სკეპს, რაც საფრთხეს უქმნის დამამტვერიანებლებს. ქალაქებში ისინი ცნობილია ელექტროკუთების დაპყრობით, რაც იწვევს მოკლე ჩართვას და ტექნიკის დაზიანებას, რა შეუძლია ადამიანს მათ წინააღმდეგ. ჩვეულებრივი ინსექტიციდი საკმარისი არ არის, რადგან თუ კოლონიის ერთ ნაწილს გაანადგურებ, დანარჩენები მაინც აგრძელებენ. ამიტომ მკვლევარები ცდილობენ ბიოლოგიურ კონტროლს, მაგალითად პარაზიტული სოკოების გამოყენებას, რომლებიც არგენტინულ ჭიანჭველებს ესხმიან თავს ისე, რომ სხვა სახეობებს ზიანი არ მიადგეთ. ზოგიერთი სახლის მფლობელი იყენებს დიატომიტის მიწას, ფხვნილს, რომელიც ჭიანჭველის ეგზოსკელეტს ანადგურებს. ან შხამიან სატყუარებს, რომლებსაც ჭიანჭველები ბუდეში მიაქვთ. მაგრამ მათი სუპერკოლონიები იმდენად დიდია, რომ თითქმის შეუძლებელია მათი სულად განადგურება. ამიტომ დღემდე გრძელდება ბრძოლა არგენტინული ჭიანჭველების წინააღმდეგ. ეს არის ომი პატარა ჯარისკაცებთან, რომლებიც ერთად მოქმედებენ როგორც ერთი გიგანტური არსება. ქალაქში თითქმის ყველგან, სადაც უნდა გაიხედო სახურავებზე, პარკებში, ხიდების ქვეშ ან თუნდაც შენი მანქანის საქარემინაზე, ყველგან არიან კლდის მტრედები. დღეს ისინი ამერიკის ქალაქებში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ფრინველად იქცნენ, თუმცა ისინი აქაურობის ბუნებრივი ნაწილი არ იყვნენ. ისინი ევროპიდან და ჩრდილოეთ აფრიკიდან მოდიან, სადაც პირველად მოაშენეს როგორც შინაური ფრინველები. მაგრამ, როდესაც ისინი ჩრდილოეთ ამერიკაში
1600-იან წლებში ჩამოიყვანეს, ბევრი მათგანი გაიქცა და ნელ-ნელა ველური პოპულაციები ჩამოაყალიბა. ქალაქებში მათ იდეალური საცხოვრებელი იპოვეს, ბევრი საკვები, ცოტა მტაცებელი და მრავალი ადგილი ბუდობისთვის. პრობლემა ისაა, რომ ისინი ზიანსა და დაავადებებს ავრცელებენ. მათი განავალი ძალიან მჟავეა და შეუძლია ცემენტის და მეტალის დაშლა, რის გამოც ზიანდება შენობები, მონუმენტები და მანქანები. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ პარაზიტების, მაგალითად კიპებისა და რწილების გადატანა, რაც ადამიანებში დაავადებებს იწვევს. მაშ რას აკეთებენ ქალაქები მათ კონტროლისთვის? ზოგიერთ ადგილას ბუნებრივი მტაცებლების, მაგალითად შევარდენებისა და ქორების გამოშვება სცადეს. ასევე ტარდება ექსპერიმენტები შობადობის კონტროლის საკვებზე. ეს საკვები მტრედების კვერცხების განვითარებას აფერხებს. ასევე ხშირად იყენებენ ეკლებსა და ბადეებს, რათა მტრედებმა შენობებზე ბუდობა ვერ შეძლონ. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, კლდის მტრედები მაინც ძლიერები და ადაპტირებადები რჩებიან. ისინი ყოველთვის პოულობენ დარჩენის გზას. და თითქოს ამტკიცებენ, რომ ქალაქის ცხოვრებაში ისინი ნამდვილი სკვატერები არიან, რომლებიც ასე მარტივად არ ქრებიან. ყავისფერი ხის გველები. წარმოიდგინე, რომ უნძულზე ხარ, რომელიც 60 გავს, მაგრამ ჩიტების ჩიკ-ჩიკს ვერ გაიგონებ. ამის ნაცვლად ათასობით გველი დაძვრება ხეებზე და ღამით ელექტროენერგია უცებ ქრება. ესეთი რეალობაა გუამში ყავისფერი ხის გველების შემოსევის გამო. ისინი ავსტრალიიდან და პაპუა ახალი გვინეიდან არიან და პირველად გუამში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხვდნენ, სავარაუდოდ სამხედრო თვირთით. რადგან კუნძულზე ბუნებრივი მტერი არ ჰყავდათ და საკვები უხვად იყო, როგორც ფრინველებიდან, ასევე პატარა ძუძუმწოვრებიდან, ისინი სწრაფად გამრავდნენ. დღესდღეობით თითო კვადრატულ მილზე დაახლოებით 13,000-მდე გველი გვხდება. ეს გუამს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გველებით სავსე ადგილად აქცევს. ისინი მხოლოდ ველურ ბულებას არ უქმნიან საფრთხეს. ისინი ადიან ელექტროგადამცემ ხაზებზე და იწვევენ ელექტროენერგიის გათიშვას. ისინი ასევე შედიან სახლებში, კბენენ ადამიანებს, მიანებს და ჭამენ შინაურ ცხოველებს. და რადგან მათ შხამი აქვთ, ეს განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის და პატარა ცხოველებისთვის. რა გააკეთეს მათ წინააღმდეგ? სცადეს დაჭერა და ნადირობა. მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გადაწყვეტა იყო ჰაერიდან მოწამლული თაგვების ჩამოყრა. დიახ, პატარა პარაშუტებით აგდებენ თაგვებს აცეტამინოფენით. ეს უსაფრთხოა სხვა ცხოველებისთვის, მაგრამ მომაკვდინებელია გველებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამან მათი რაოდენობის შემცირებაში დახმარა, თითქმის შეუძლებელია ყავისფერი ხის გველების სრულად გაქრობა. მათ ეკოსისტემას უკვე ძალიან დიდი ზიანი მიაყენეს. ეხლა კი ოფიციალური პირები ცდილობენ ხელი შეუშალონ მათ გავრცელებას წყნარი ოკეანის სხვა კუნძულებს. თუ ეს მოხდება, კიდევ უფრო მეტი ველური ბუნება შეიძლება დაიღუპოს. ამ ინვაზიური სახეობის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. და ყავისფერი ხის გველის ისტორია გვიჩვენებს, რომ ზოგჯერ მოულოდნელად მოსული არსება შეუძლია მთელი კუნძულის ბედი შეცვალოს.